როგორ ვითარდება პოლიტიკური მოვლენები საქართველოში? უნდა მიიღოს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციამ მონაწილეობა და რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ან არ მონაწილეობის შემთხვევაში? თემაზე სტუმართან ლეიბორისტული პარტიის წევრ ირაკლი კიკვაძესთან ერთად ვსაუბრობთ. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, საღამომშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ასევე დიდი მადლობა მოწვევის. ძალიან საინტერესოა თქვენი შეფასებები და ესე ვთქვათ მოსაზრების მოსმენა იმასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში როგორ ვითარდება და როგორია პოლიტიკური მდგომარეობა. უპირველეს ყოვლისა სახეზეა არახალია თუ ვიტყვით რომ სახელმწიფოებრივი კრიზისი გვაქვს, ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი არ გვაქვს. ქართული საზოგადოების ჯანსაღი გონი იბრძვის სახელმწიფოებრივის გადარჩენისთვის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თუ როგორ იქნება ჩვენი განვითარების გზა. ამ პროცესში ბოიკოტის თემა მე ხარ რაც შემოტანილია ჩვენს ყოველდღიურობაში და ეგრეთ წოდებული თვითმმართველობის არჩევნებმა სხვა უახლეს ისტორიებში რო არ დავიწყოთ ამის ძიება ერთი წელი არის ნათელი მაგალითი მარტივი ანალიზისათვის რა გააკეთა ბოიკოტმა ვინც არ შევიდა პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია და მეორეს მხრივ რა გააკეთა პროტესტმა ამ ორმა მოცემულობამ გააკეთა ის რომ ივანიშვილის რეჟიმმა ვერ მიიღო საერთაშორისო ლეგიტიმაცია და ამიტომაც არიან ისინი ყოველდღიურ კრიზისში თუ ჩვენ ერთის მხრივ გადავხედავთ იმას და ვიტყვით რომ რა იქნება ხვა ჩვენც ხომ არ დავიღალეთ ჩვენც ხომ არ გამოვიფიქრეთ მეორეს მხრივ ჩვენ უნდა შევხედოთ რეჟიმი როგორ იყო გუში და როგორ არის დღეს ის რომ ის რეპრესიულ კანონებს ღებულობს სწორედ არის იმის დამსახურება რომ ერთის მხრივ ჩვენ ქუჩაში ვიბრძვით და მეორეს მხრივ ვერ მოხდა მათი საერთაშორისო ლეგიტიმაცია და საერთოდ უნდა ითქვას რატომ მოხდა თვითმმართველობის არჩევნებზე ესე პედალირება ამ შემთხვევაში ვიტყვი რომ ხელისუფლებას აწყობდა უნდა მიიღოს თუ არა თქვენი აზრით ოპოზიციურმა პარტიებმა მონაწილეობა ძალიან მარტივი არის აი ხშირად მოგვისმენია მედიასთან რატომ არ უნდა მიიღოს წამყვანი მედია საშუალებებიდან ხშირად ისმის კითხვა ძირითადად იმ ადამიანებს დავიწყოთ მსჯელობა ამ საკითხზე სამსჯელოც არაფერი, იმიტომ რომ ერთმა წელიწადმა ეხა 20 წლის ბოიკოტს რო თავი დავანებოთ, რომელიც ბოლომდე არ მეიყვანა მაშინდელმა ოპოზიციამ. 2008 წლის ბოიკოტსაც რო თავი დავანებოთ, ერთი წლის მაგალითზე ხომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სწორედ ამ ბოიკოტმა მიგვიყვანა იმ საერთაშორისო დელეგიტიმაციამდე, რასაც ოცნება განიცდის და ყოველდღიურად ხმავდება იმ მეგობარი აქტი, ის მეგობარი აქტი ყოველდღიურად რომ წინ მიიწევს ყოველი შეკრების დროს ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებს გამოსცემს და რა თქმა უნდა ეს ივანიშვილის რეჟიმის საწინააღმდეგოდაა და ეს ხდება დიდი უმრავლესობით მიიღება ეს რეზოლუციები და ეს აქტები შესაბამისად ამ პროცესში თვითმმართველობის არჩევნების თემის შემოტანა და მასში მონაწილეობა ნიშნავს ამ პროცესის შეჩერებას მინიმუმ გამრუდებას ან გადავადებას რასაც ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მიიჩნევს რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებით 2028 წელს უკვე ახალი არჩევნების დროს დაკარგავს ამ ურჩევლს მაგრამ მოდით ახლა ასე დაგისვამთ შეკითხვას 2028 წლამდე ამ ვითარებაში, როდესაც ყოველ დღე ქართული ოცნების ხელისუფლება ღებულობს ახალ კანონებს, რომლებიც უფრო და უფრო ზღუდავს აქციებში მონაწილეობას, მედიას, სიტყვის თავისუფლებას, იზღუდება ყველაფერი. რეალური საშიშროების წინაშე დადგება თუ არა ქვეყანა, რომ 2028 წელს საერთოდ არ მყავდეს ოპოზიცია. ამ რეპრესიების ფონზე. დიახ და ამას თვითმმართველობის არჩევნები დაასწრებს. რა თქმა უნდა არ დაასწრებს. ვინც ამას ამბობს ისეთი წარმოდგენა მრჩება პატარა ჩვენ დროს უფრო ადრე იყო ხოლმე რაღაც ისეთი პატარა ბავშვი ხომ არა ვარ პატარა ბავშვიც არ ტყუდება ხშირ შემთხვევაში დღეს ეს იაფასიან ტყუილებზე და ისეთი იაფასიან უტიფარ აბსურდებს აფქვევენ ამ შემთხვევაში იმიტომ ვამბობდი ეხლა თქვენ რა თქმა უნდა თქვენი კოლეგები არიან და დაიცავთ და მე სიმპათიებით ვარ მათ მიმართ განწყობილი ბევრი საერთო ჭირი გამოგვივლია იმ ოპოზიციურ მედიებზე ვამბობ და კიდევ ერთხელ პატივისცემა იმ ჟურნალისტებს მაგრამ რასაც კონკრეტული მედია საშუალება ამ შემთხვევაში TV პირველი აკეთებს ბოლო თვეების განმავლობაში რომ პროპაგანდირებს დავალების შესაბამისად რომ რამენაირად ეს თემა ეს აზრი შემოიტანოს და რამენაირად მხარდაჭერა ანუ თქვენ თვითონ TV პირველი უკეთებს რეკლამას იმ აზრს რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა კი ბატონო
ხაზარაძის ინტერესში და აღარც მალავენ უკვე, უნდათ რომ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, გახარია ვიცოდით. არა, ყოველთვის დაზუსტებით ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ ყოფილა, მაგრამ დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანა დოლიძემ დატოვა ძლიერი საქართველოს პოლიტიკური პლატფორმა. არჩევნებში მონაწილეობას ჩვენ და აქ ცნობილი ხდება, რომ ქალბატონი დოლიძე აპირებს მონაწილეობას. რამდენიმე თვით ადრე ვთქვით, ვინ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას და ვინ შეიძლება ყოფილიყო ივანიშვილის პირდაპირ თუ არაპირდაპირ საკითხი. მაშინ ახლა ასე მითხარით, რას მოიტანს ამ არჩევნებში მონაწილეობა? არა, არჩევნებში მონაწილეობა მოიტანს რაც გითხარით. როგორც თქვით, ორცნებისთვის საერთაშორისო ლეგიტიმაციის კარი ჩაკეტილია. ეს ჩაიკეტა. და ამ არჩევნებში მონაწილეობით ოპოზიციური პარტია მონაწილეობას მიიღებს, კარი გაიღება? დიახ, შესაძლოა გაიღოს. იმიტომ რომ პროცესი, ეს არის პროცესი. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. აი როგორც 2020 წელს მოხდა. ძალიან მარტივია ამაზე ანალიზი. რატომ მოხდა ლეგიტიმაცია საერთაშორისო საზოგადოებიდან? იმიტომ რომ შიდა პოლიტიკური აქტორები შევიდნენ პარლამენტში და ცნეს იმ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურობა. აქედან გამომდინარე მოხდა. ეხლაც თუ ოპოზიცია შევიდოდა 2024 წელს გაყალბებული არჩევნების შემდეგ პარლამენტში, საერთაშორისო საზოგადოება უკვე იძულებული იქნებოდა რომ ეღიარებინა ეს არჩევნები და შესაბამისად არც ის აქტები იქნებოდა მიღებული, არც ის რეზოლუცია, არც სანქციები იქნებოდა მიღებული. სანქციებმა და რეზოლუციებმა რა შეცვალა? მოდით ამაზე ვისაუბროთ. ამას გეუბნებით, ეგ პროცესია, აი ოცნების მხრიდან შევხედოთ ამ პროცესს. რატომ რა ადგილზე დაიხია, თქვათ, ამ სანქციების ფონზე ოცნებამ უკან? ოცნებას ინდონეზია უკვე შეტოპილი უკან გამოსვლის გზა აღარ რჩება და შესაბამისად გავრცელდა ევროპარლამენტარის კომენტარები მასთან დაკავშირებით, რომ აი სანამ გამივა, ცდილობს ჩვენს გატეხვას და ცდილობს საერთაშორისო საზოგადოებაში რაიმე ნაპრალები იპოვოს და იქიდან მიიღოს მხარდაჭერა და თვითმმართველობის არჩევნები სწორედ ამაში დაეხმარება. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი. ჩვენ ორ მოცემულობაზე ვართ, ანუ ორი იარაღია ჩვენს ხელთ. რითაც ვებრძვით რუსულ რეჟიმს. ერთი შიგნით აქციები, გარეთ სანქციები. სანქციები პირდაპირ ვმაშია ლეგიტიმაცია არალეგიტიმაციასთან. ეს არალეგიტიმაცია. მაგრამ კიდევ ერთხელ შემოგიბრუნებთ კითხვას. ეხლა თვით მე მეორეს კითხვა. უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს. წარმოიდგინეთ, ეხლა პარლამენტის არჩევნების შედეგად ლეგიტიმაცია ვერ მიიღო რეჟიმს. დიახ. ამას დაერთვება თვითმმართველობის არჩევნები. როცა მასში წამყვანი პოლიტიკური აქტივები მონაწილეობას არ მიიღებენ, გამორიცხული არის -%-იც კი გამორიცხულია, იმდენად მინუსში გადადის ოცნება, რომ ვინმე საერთაშორისო არენაზე გაბედოს რაიმე ლეგიტიმაციაზე ლაპარაკი და თუმცა ჩინეთი, რუსეთი და შესაბამისი ქვეყნები ხუმრობთ, რა არა არ ხუმრობ, მე არ ხუმრობ, იმიტომ რომ მათ ჭირდებათ დასავლეთის ირაკლიმ გააკეთა განცხადება იმაზე, რომ მისაბაძი ქვეყანაა ჩინეთი. აი ჩვენ ნახეთ უამრავი მაგალითი. კობახიძის სიტყვას ნახეთ თვითონ ივანიშვილის ქმედებები, როგორ გადააქვს მას ფული, მალავს იქ საუდის არაბეთში, მალავს ჩვენ ნახეთ ისიც რომ თურმე ევროკავშირის წევრებს უკავშირდებიან და სანქციებთან დაკავშირებით. მან უჭირთ ისინი ხო პოლიტიკური ძალა არ არიან, იდეოლოგია ხო არა აქვთ, იდეა ხო არ გააჩნიათ მათი თავარი დანიშნულება არის, რომ იმ ბატონის ქონების შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთონ და თავად მიიღონ ამ ნასუფრალიდან რაღაც, ახლა ქართული რეალობიდან გამომდინარე, ეს ნასუფრალი ძალიან ბევრი მილიონი არის და შესაბამისად მისი მიტაცებული ბიუჯეტიდან და შესაბამისად მისი შენარჩუნება უნდა და სადა აქვს ეს ქონება გადაკაჩული, აი გამოჩნდა ზუსტად სადაც აქვს. დასავლეთში და შესაბამისად არ უნდა დასავლეთის სანქციები რომ მიიღოს. სრულად არამოქმედებულა ჯერ კიდევ სანქციები. სრული ამოქმედების შემთხვევაში ჩვენ ამ გზაზე მივდივართ ზუსტად და ამიტომაც ეს ხაზი არ უნდა გაწყდეს. თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში უკან დაიხევს ქართული ოცნება. უკან დაიხევს კი არა, დაინგრევიან. სხვა გზა აღარ რჩება. რესურსი არანაირი არ დარჩება. მოკვეთილი იქნებიან საერთოდ 21 საუკუნეში ცივილიზებული ადამიანი როგორ შეიძლება ცხოვრობდეს. ისინი თვლიან რომ არ იქნებიან მოკვეთილები, იმიტომ რომ გამორიცხულია ამას ემატებათ ურთიერთობა, რუსეთთან ეკნებათ, ირანთან ეკნებათ ურთიერთობა. მითხარით ჩინეთის, მეზობელ ქვეყნებთან ეკნებათ ურთიერთობა. ირანის შენახული მარიონეტი ქვეყნები. რუსეთის შემთხვევაში, აი თქვენ არ მიგაჩნიათ რომ ეს ჩვენი ახლანდელი ხელისუფლების არჩევანია იმ ხარეს წასვლა და აფხაზეთის რეგიონის როგორ ინახავს რუსეთი. მინახეთ ჩინეთის მიერ შექმნილი ის რა ქვია. ჩინეთი ერთ-ერთი სახელმწიფოა, რომელიც ასევე აღიარებს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას. რას აღიარებს?
აფხაზეთს აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს. გაეროს ბოლო რეზოლუცია, ნახეთ, არასდროს ჩინეთს მხარი არ დაუჭერია გაეროს რეზოლუციაზე, სადაც მოთხოვნილი იყო ქართული მხარის მხრიდან, რომ დევნილები დაბრუნებულიყონ. ეს ნიშნავს, რომ ის არ აღიარებს. ეს თემა გამოკიდევ, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორად აცხადებენ ესენი. ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს ჩინეთისთვის. ჩინეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები და შესაბამისად ის შენი გულისთვის იმას არ გააკეთებს. ასე როგორ ფიქრობთ, არ ემთხვევა ჩინეთის და დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს? რა შეემთხვევა? არაფერში არ ემთხვევა, უბრალოდ ესენი ცდილობენ, რომ ვითომ დიდი სახელმწიფოს მხარდაჭერა მიიღონ აქედან და რაღაც ფინანსური ნაკადები, მაგრამ გამორიცხული ამ ბოლო პერიოდში თქვენ ამას ემატება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, ახლა ბელარუსიასთან ხშირი შედარება მიდის და ბელარუსს თავისი ეკონომიკა აქვს და იმ სანქციებისადმი ესე მოწყვლადი არ აღმოჩნდა. მაგრამ აქ სწორედ ეკონომიკა რო არა აქვს და შეიძლება ჩვენ თავარი ეკონომიკაა საზღვარგარეთ გაქცევა და იქიდან ფული შემოტანა, ესეც ემატება, ეს მშვენივრად იციან და ახლა პატარა ბავშვები არა ვართ. და კიდევ იგივე შეცდომის განმეორებას შეცდომას ვეღარ დავარქმევთ. ეს არის მიზანმიმართული ნაბიჯი იმ ეგრეთ წოდებული დავამთავრებ იმ ოპოზიციური ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიების მიერ, რომელებიც ცდილობენ ახლა ივანიშვილის სუფრასთან დაჯდნენ სტუმრების სახით 1-2 ადგილი ივანიშვილის წყალობით დაიკავონ და აი მასპინძელს არ იყოს, როცა მოუნდება ამ მასპინძელს კარგად პანგურს ამოარტყამ საჭირო დროს და იმ 1-2 ადგილსაც არ დაუტოვებს. მე რა ლოგიკა ხა პარლამენტის საერთო ეროვნული არჩევნების შედეგად, რომელიც პოლიტიკას სვლის ზოგადად და რომელზეც ქვეყნის პოლიტიკაა დამოკიდებული საკანონმდებლო ორგანოზე, ბოიკოტირებული აქვს ოპოზიციას. ეხლა ის რო ბოიკოტირებული ყავს და ცნობ რომ არალეგიტიმურია რეჟიმიო, თვითმმართველობის არჩევნებში რა შანსს ტოვებს რაიმეს რო ლეგიტიმურად ჩატარდება ან დაუშვათ თეორიულ დონეზე, რასაც შევარდნაძე აკეთებდა მაგალითად, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ატარებდა 2002 წლის არჩევნებზე ბარიერიც ვერ გადალახა. სულთან ჩაატარა ის არჩევნები და დასავლეთშიც ჰქონდა სათქმელი, რომ აი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია დემოკრატი ვარ. დაუშვათ სიტყვაზე ვამბობ, რომ რამდენიმე ქალაქი დათმო ივანიშვილის რეჟიმმა. აი ამისთვის. და იქ ოპოზიციური კანდიდატები გავიდნენ. რას ამბობენ? გამოდიან და ეს არჩევნები ჩატარდა დემოკრატიულად, გავიმარჯვეთ დემოკრატიულ არჩევნებში, ჩვენ შევდივართ, ანუ გამოდის, რომ საპარლამენტო არჩევნები ბოიკოტირებულია, არალეგიტიმურია. ამ საპარლამენტოს ნაწილში და თვითმმართველობის არჩევნებში ლეგიტიმურია, გამორიცხულია. აი ჩვენ ბრძოლას თუ რამე გაამრუდ ივანიშვილის რეჟიმს მაინც არაფერი არ უშლის. უბრალოდ ეგ პროცესი გაიწელება, გადავადდება. წარმოიდგინეთ, რამდენად დაგვაზე კიდევ რამდენი ადამიანი დაკარგავს, იმენს რამდენი გაიქცევა გარეთ და კიდევ აი თქვენ რა კითხვას სვამთ და ხშირად ისმის ეს კითხვა, როდემდე გაგრძელდება ეს პროცესი? ბოიკოტირების შედეგად ეგ პროცესი უახლეს 2 წელიწადში, მაქსიმუმ 2 წელიწადში შესაძლებელია დასრულდეს, ხოლო თვითმმართველობის არჩევნებში აი ფარსში მონაწილეობით ოპოზიციისა ივანიშვილის რეჟიმი, რა თქმა უნდა, კიდევ შეეცდება, რომ მიიღოს ლეგიტიმაცია გარკვეული ძალებიდან, ან ამაზე დაიწყოს მსჯელობა და ისე მკვეთრი აღარ იყოს დასავლეთში ამის შესახებ პოზიცია და რაღაც დონით ლეგიტიმაცია. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო, როგორ განვითარდება წლები, 10 წლეულები 2020 წლის არჩევნებში, როდესაც დაიღო ბოიკოტი, მე მაშინ ვთქვი, რომ ჩვენ ეხლა შეიძლება დავკარგოთ ეპოქა. და ღმერთმან უქნას, რომ ეს პროგნოზი არ მინდა რომ გამიმართლდეს. თუმცა როგორც პროცესებს უყურებთ, იმ იქიდან დაწყებული, ჩვენ შეიძლება მიჯნაზე ვართ, რომ მართლა დავკარგოთ ეპოქა. 2020 წლის არჩევნებში ბოიკოტის თემას მინდა შევეხო და რატომ არის ეგ ეფექტური. 2020 წლის არჩევნებში, როდესაც ლეგიტიმაციას ვერ პოვებთ, რატო ვერ პოვებთ ლეგიტიმაციას? იმიტომ რომ ოპოზიცია არ შედიოდა, ეგ ძალიან ძლავრი იარაღი იყო. დაჭირდათ ლობისტური კომპანიების დაქირავება, ამერიკაში ვიზიტები, ევროკავშირში აღარ ვამბობ, შარლ მიშელთან ჩასვლები. შარლ მიშელი არ ჩამოსულა აქ რაღაცა გეოპოლიტიკური აღარ ანიჭებენ ქართული ოცნებიდან, რაღაცა თავისი პოლიტიკური ხედვების გამო ევროპასა და ამერიკას უპირატესობას. მაშინ რატომ უნდათ ლეგიტიმაცია მათგან? იქ აქვს თავიანთი საზრდო, რაზეც ზიან თავიანთი ფუნდამენტი არის დასავლეთში. ისევე როგორც რუსი ოლიგარქები, მთელი რუსები დასავლეთს აგინებენ და შესაბამისად თავიანთი შვილები, თავიანთი ოჯახები და თავიანთი ფინანსური აქტივებით იქ არიან. შესაბამისად ძალიან დიდი არის დამოკიდებულება და ეს დიდი იარაღია 2012 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსული რეჟიმი მოვიდა ხელისუფლებაში ივანიშვილის მეთაურობით,
იქიდანვე დავიწყეთ, თქმა რომ ჩვენი უმტკივნეულოდ მოცილება თუ გვინდა რეჟიმისა, ბოიკოტი არის ისა, სანქცირება რეჟიმის არის ყველაზე ეფექტური გამოსავალი. თუ არა და მაშინ მეორე გრჩება რევოლუცია. გააქვთ იმედი რომ მეგობარი აქტი იქნება მიღებული, მაგრამ თუ ოპოზიცია დაიწყებს ორსკამზე ჯდომას, შესაბამისად, ეგ პროცესი შეიძლება გაჭიანურდეს, ასევე გაჭიანურდეს სანქციებად. თან ერთის მხრივ აღიარებენ, რომ აი სანქციები იქნება, სანქციები, აი ახლა ხვალ ზეგ და ეს დაანგრევს ივანიშვილის რეჟიმს და მეორე მხრივ ამის საწინააღმდეგო ნაბიჯს დგამენ და ეხა ავიც იმ დღეს საუბრობდით თქვენთან ბოლოს რო ვიყავი სტუმრად რა შეუძლია ამ პოლიტიკურ სპექტრს გააკეთოს. უკეთესი ისაა, რომ გვერდზე მაინც გადგნენ და ახალ სახეებს და ახალგაზრდებს მისცენ. ერთიანობა აღარ არის საჭირო ოპოზიციური პარტიების? კი ბატონო, ერთიანობა არის საჭირო. აი იმ დაგვარი როგორც 2019-20 წელს ჰქონდა ზუსტად რომ გადაობდნენ მე ფანჩატურიო. ის იყო მიზნის ირგვლივ გაერთიანება და არა საარჩევნო ბლოკი. და შესაბამისად ამ მიზანსთან ყველას ინტერესში იყო რომ მიგვეღწია პროპორციულ არჩევნებზე, ჩაგვეტარებია დემოკრატიული არჩევნები, მივდიოდით, მაშინ ბევრად მძლავრი იყო ეს მოძრაობა და ივანიშვილის რეჟიმის იმ ტყვეების გამოშვებაც მოუხდა, იმ გადაგდების, ну, რა თქმა უნდა, სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ დათმობაც მოუხდა 120-ზე რომ ჩატარდა და შესაბამისად ასე ხისტი ვერ იყო რეჟიმი და ის როცა მოიღვა და ამომრჩეველს დაუკარგავთ რო გაიძახიან თქვენ რო დამისვით კითხვა 2020 წლის მერე ეს უპიროთ და უცხოთ რო შევიდნენ პარლამენტში რომ ის ოცნების პუფი იქნება იქ შევა კოცი იქნება და ასე შეგვიძლია აი ამ სიტყვის გატეხის მერე რამდენი ამომრჩეველი შერჩათ კი ამომრჩეველმა იცით რატო მისცა ხმა იმ პარტიებს 2024 წელს იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ იყო იმიტომ რომ იმდენად დიდია უკვე მოთხოვნილება და საჭიროება რომ ივანიშვილის რეჟიმი წავიდეს მოღალატე ძალა გამომდინარე აქედან საპირწონე რაც დაინახა ეხა და აღიქვა ეგრეთ წოდდა რა თქმა უნდა ჩვენ ამას არ ვეთანხმებოდით მაგრამ ამომრჩეველმა გააკეთა მაინც არჩევანი ამაც სასარგებლო და არა თავიანთი დამსახველი აი ერთიც კიდევ რომ არ ყოფილიყო აი ეს პროტესტი რაც შარშან დაიწყო 28 ნოემბრის შემდეგ გახარია და ის ლელო რომლებიც ახლა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მინიმუმ ეს პარტიები პარლამენტში აუცილებლად შევიდოდნენ აი იმ წნეხის შედეგად ვერ გაბედეს მათ პარლამენტში შესვლა მაგრამ როგორც გამოჩნდა ისინი არ ისვენებენ და აი რატო უნდათ არ ვიცი ახლა იმ დღეს ის ადამიანი მე მაგალითად გამიჩნდა სოლიდარობის გზნობა რომელიც იჯდა TV ფორმულაზე საუბარი მაქვს ლელოს ახალგაზრდა წევრზე რომელიც გამოვიდა და დაიწყო იმის მტკიცება, რომელსაც არჯერ აი დებატების, ტრენინგებისას ხშირად გამოიყენება ესეთი მეთოდი. სავარჯიშო, რომ თქვენ უნდა ამტკიცოთ ხშირად ის პოზიცია, რომელიც თქვენი არ არის. არ გჯერათ, მაგრამ უნდა ამტკიცოთ. აი ასეთ პოზიციაში არიან ხე ეს პარტიები, არჯერად წარმატების, არჯერად ეს სარგებლიანობას მოუტანს ქვეყანას, მაგრამ რაკნან მათი ლიდერებისგან, მათი პატრონებისგან აქვს დავალება და ამტკიცებენ ამას და ერთიც მინდა კიდე რო ვთქვა იმ პროპაგანდაში, ვინც არიან გამოკვეთილად ჩართული TV პირველზე განსაკუთრებით. მთელი რესპუბლიკური ყოფილი მოქმედი თუ არ ვიცი, ეს პარტია წყეულად გვექცა. ყველა რეჟიმს მოყვნენ, ყველა ხელისუფლებას. შემდეგ როცა ოპოზიციაში წამოვიდნენ და იმ ხელისუფლებამ დაიწყო რეჟიმად გადაქცევა და ჩაუდგნენ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში ყველა ლეგიტიმაცია აი ეგრეთ წოდებული ბოიკოტების და ეგრეთ წოდებული არჩევნებში შესვლით ყველაფერი დაარღვიეს მათ და ლეგვის ფოთლებად იქცნენ. ეხლა წასულები არიან ოფიციალურად პოლიტიკიდან. ამოწია ხაზარაძემ ნაფტალინიდან. ამას არ აკეთებენ თან პირადი გამორჩენის გარეშე. ამას საკმაოდ ფული აკეთეს და ეხლა პოლიტკორექტულობის დრო დასრულდა. უნდა იმიტომ რომ ქვეყანა არის მიჯნაზე. ჩვენ ან ჩავეწერებით, გადავალთ ისევ წასულში და ჩავეწერებით აი ჩინეთ, ირან, რუსეთის გეოპოლიტიკურ ესე რომ ვთქვა ჭაობში კვლავ ჩავეფლობით, ან ჩვენ ამ ბრძოლის შედეგად შევინარჩუნებთ ამ სახელმწიფოებრიობას და გავაგრძელებთ იმ გზას, რაც არჩეულია არამატო ჩვენს მიერ, ანუ ჩვენი წინაპრების მიერ მრავალი საუკუნის წინ განსაზღვრული, რომელიც მკვეთრად შეგვახსენა და მკვეთრად აგვიხსნა, რაც ნიშნავდა ილია ჭავჭავაძემ, რომელსაც ესე მაპატიოს ილიამ აბურთავებენ და ზოგი იქით იმისებს, ზოგი აქეთ იმისებს.
გეოპოლიტიკა და ჩვენი სვა საით უნდა ყოფილიყო რომელი ვექტორისგან სწორედ განსაზღვრა მილია ჭავჭავაძემ და იმ თაობამ და ესე ახლა ერთის მხრივ შენ ამბობდე რომ მე რეჟიმს ვებრძვი და მეორე მხრივ დგამდე იმ ნაბიჯებს თან არავინ ცოტა ნაადრევი ხო არ არის იმიტომ რომ მათ არ გაუკეთებიათ ჯერ განცხადება იმის თაობაზე რომ კი არ არის ნაადრევი არ არის ნაადრევი აი ახლა პოლიტიკის ანიბანი არის ამას არ ჭირდება ძალიან დიდი შეიძლება გეოპოლიტიკურად რაღაც ვერ გათვალო არ იყო ისე ძლიერი განსწავლული ან არ გქონდეს იმის უნარი პოლიტიკა უნარი არის მეორე მხრივ ადგილზე საქმეების კეთების გარდა განსაზღვრო რა იქნება შენი როგორ იქნება შენი ქვეყანა იმ რეალობაში 2 3 4 ან 10 წელი 15 20 წლის შემდეგ და ჩვენ ახლა 2 დღის მერე თუ ვერ გავაკეთეთ ანალიზი რა იქნება როგორც 2020-ში ყველა მიცოდა რომ ივანიშვილის რეჟიმი გადამგდებით სრულ მატყუ არა იყო და მაინც შევიდნენ იქ მერე იქიდან არც გამოვიდნენ ყველაფერი თავზე გადაახია საერთაშორისო საზოგადოებას ადგილობრივს არა ნახეთ ჩვენ რასაც მივახციეთ ეს არის რომ დავრაზეთ კარი მკვეთრად საერთაშორისო ლეგიტიმაციისთვის, რასაც ესე რომ ვთქვა, ჩალიჩოვდა ივანიშვილის რეჟიმი. ხოლო ამ არჩევნებით ეს პარტიები ამ კარების გაღებას ცდილობენ. ივანიშვილის რეჟიმი ამ პარტიების დახმარებით და ეს არის ოცნების ღალატი უკვე ვიცით, რაც არის გაფორმებული ღალატია, მოღალატე კოლაბორანტული რეჟიმია, აი იმ ღალატზე დამატებული ღალატი და რაც არანაკლებ ღალატს ნიშნავს და მე ესეთი წინადადება მაქვს და მინდა ჩემს მეგობრებს, რომლებიც თანამოაზრეები არიან და ამდენი წლის განმავლობაში ვიბრძვით და გარეთ ავართ, შევთავაზო ასეთი რამ, რომ რუსთაველის აქციებმა და მერის წინ გამართულმა აქციებმა თავის შედეგი მოიტანა. ამ შემთხვევაში რეჟიმი ვერანაირად თეთრდება, სანქცირება წინ მიდის, რა თქმა უნდა, პროცესია, ამ პროცესში ჩვენც ვიღლებით, მაგრამ რა ვქნათ, სახელმწიფოებრობა და ქვეყანაა გადასარჩენი, ეხლა დროა ამ პარტიების ოფისიდან გადავინაცვლოთ ცოტა ხანი. იმიტომ რომ ივანიშვილის რეჟიმი თავის თავს ვერ გაუკეთებს სიკეთეს იმდენს და გადარჩენის კუთხით წინ ვერ წავა, როგორც შეიძლება ამ პარტიების ქმედებებმა თან აი მერკანტილური თვითმმართველობის არჩევნები რას სვლის, ფლად დემოკრატიულად რო ჩაგიტარდეს ეს არჩევნები რას სვლის, პოლიტიკას სვლის ქვეყანაში, როგორც გითხარით, საერთო ეროვნული არჩევნები განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკას და საერთო სახელმწიფოს არსებობას და თვითმმართველობის არჩევნებით რა იცვლება. აი საპარლამენტო არჩევნები რომ მოდიოდეს, კიდე რაღაცას იტყვით, ან მით უმეტეს 1 წლის განმავლობაში, აღარ მომხდარა 4 წელი და 10 წელი და 20 წელი. გაუარესდა, ხო? სახელმწიფო სრული პრივატიზება მოახდინა. ჯიბეში უდევს CSKO, სასამართლო, პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები. ეხლა მედიის მთლიანად მოგუდვას ცდილობს. საერთაშორისო დამკვირვებლები, ადგილობრივი დამკვირვებლები ვერავინ ამ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ვერ დააკვირდებიან რა დღეში იყვნენ წინა არჩევნებს. და ამ შემთხვევაში ამბობ, რომ რაღაცას წავგლიჯავო, არგი რა, ახლა ეს ბავშვობაც აღარ არის. მართლა ქვეყანას და ქვეყნის მომავალს ასე ბოროტად ეთა, მაშინ რა გაგანცხოვებ შენ ივანიშვილის რეჟიმისგან? ის თუ ცრუ არის, შენც თუ ცრუ ხარ, რა შენ რო იძახი რომ პროდასავლელი ვარ და ის მკვეთრად უკვე გამოხატული რუსული ძალა რა, ეს გმატებს შენ რაიმე პლიუს, არავითარ სიცრუიდან იწყება ზუსტად ეს ნდობა, რაც არის მინიმუმზე ჩასული ზოგადად ან ჩვენ პოლიტიკურ სპექტრს საზოგადოებას შორის ეს ჩატეხილია ხიდი და სწორედ საზოგადოება არის წარმმართველი ამ პროცესში. გამომდინარე აქედან ახლა ამაზე მეტი ბოროტება არ ვიცი რა შეიძლება უნდა იყოს და მე არ მემეტება კიდევ ერთხელ ვიტყვი ის ძალები, იმიტომ რომ მათი წევრებიც რა თქმა უნდა ჩვენთან ერთად არიან აქციაზე წლების განმავლობაში, ავით საერთო ოჯახი ვიგრძნობთ და ერთმანეთი ისე კარგად ვიცით და ბრძოლაში რო ადამიანს გამოსვით და ბრძოლაში რო შემგვერდით და მაინც სხვა არის და არ მემეტება ის ადამიანები რომ კიდე მე რაღაცა იმით შევხვდეთ ერთმანეთს და არიქა თქვენმა ძალამ ის გააკეთა და რატო გააკეთეთ ეს და მე კიდე დაგჭირდეს იმის ზახილი რომ შენ შეასეთო, შეისეთო, შეასეთო, ჩვენს გვინდა ნორმალური ცხოვრება და ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესები გვინდა, აღარ გვინდა რომ დაგვიდგეს სახელმწიფოებრივი კრიზისი და იმის რეალობა რომ ჩვენ ისე დაბრუნდებით წარსულში და გადავარდებით რუსეთში, რუსული გავლენის არეალში, თუ ისევ მოდი იმაზე ავაგოთ პოლიტიკა, როგორ განვითარდეთ, როგორ შევცვალოთ ეკონომიკა, სოციალური მიმართულება და საგარეო პოლიტიკა იყოს ერთხელ და სამუდამოდ მკვეთრად ჩამოყალიბებული და ჯობია ამაზე ვიზრუნოთ და არა რაღაც საკუთარ ინტერესებზე, აი თვითმმართველობის არჩევნებს კიდე ერთი.
ქუთაისის მაგალითს. 18-17-ზე არიან ქუთაისის საკრებულოში პოზიცია ოპოზიცია. გინახია თქვენ რაიმე შეცვლილი ქალაქისთვის? ან რაიმე ისეთი ხმაურიანი სხდომა, რომ მერი გაქცეულიყოს ამათი კრიტიკისგან, ან უმრავლესობას რამეწან პირიქით თვითონ გამორბოდნენ საკრებულოს სხდომებიდან. და ამას მაშინვე ვეუბნებოდი ჩვენ 2000-ში პარლამენტი კი არ დატოვეთ, საკრებულოებიდანაც გამოდით. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი პოლიტიკური აქტია. ეს დიდი პოლიტიკური აქტი იყო, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ შევიდა. აქედან გამომდინარე საერთაშორისო საზოგადოება ვერანაირად, რა თქმა უნდა, დემოკრატიული საზოგადოება ვერ გაღიარებს და ამიტომაც ვეღებულობენ ამას და ეხლა ამ თამაში შესვლა წინასწარ დამარცხებული წინა ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმმა მერე თქვას, რომ ჩავატარე არჩევნები და ასე შემდეგ და 1-2 კაცი დრო შევა მერე ოპოზიცია, რას ამბობენ? ან ლეგიტიმური იყო არჩევნები და შევედი თუ არალეგიტიმური იყო არჩევნები და მაინც შევედი. ანუ აბსურდში გადადია. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ნოირაკლი დაბელოძის მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ ზუსტად ჩვენ არ ვიცით. სურვილი მაქვს, მე საერთოდ არ მაქვს იმის სურვილი, როგორც გითხარით, რომ ვიღაცეებზე რაღაცა კაცი კრიტიკული რამე ვთქვა და რაღაცა ცუდი თქვა, ნეტავ იმ რეალობაში გავუგვიძოთ, რომ ჩვენი მარტო ეს კრიტიკა შემოიფარგლებოდეს მაგიდასთან და სრული კონსენსუსით მიიღებოდეს ქვეყნისთვის და ქალაქისთვის საჭირო გადაწყვეტილება, მაგრამ დავანებოთ თავი რაღაც 20-30 წლის წარსულს და იქით საუკუნეებს, აგერ ბოლო 1 წელიწადი, 4 წელიწადი 8 წელიწადი, 10 წელიწადი არის ნათელი მაგალითი და ამის ანალიზს რა უნდა ახლა ნუ იტყუებიან მაინც რაც აქვთ კვლევა ჩავატარეთო და საზოგადოების უმრავლესობა თურმე თვითმმართველობის არჩევნებზე აკეთებს იმას სწორებას რომ აი ეს გადაგვარჩენს და აი არ შეიძლება დიდი მადლობა ნოირაკლი ნათელი უნდა ვიყოთ ერთმანეთის წინაშე და საზოგადოების წინაშე ასე გაკეთდება ეს პოლიტიკა რომელიც გვინდა და რომელიც ვამბობთ ხოლმე ხშირად სუფრაზე რომელიც ნატურაში გავიდა ამდენი ათწლეულები და არაბულწველობით და ორსკამზე ჯდომით და აქეთ რეჟიმს ვებძვი რუსული ხარ მაძაღლი ხარ და ასე შემდეგ მის მოედანზე შესვლა კიდევ ერთხელ თან პირველად რო ხდებოდეს ეს კიდევ ერთხელ 1000 გზის უკვე გავლილი კარგად 2008 წლის მაგალითი გვაქვს, მაგრამ 2020 წლის მაგალითი იმიტომ მომყავს მაგალითად, რომ იქ სანახევროდ უკვე საქმე გაკეთებული იყო. უბრალოდ სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა იყო და დასავლეთის ფეხს ითრევდა ოცნების მიმართ არ იყო ასეთი განწყობა, რომ მაინც კიდევ ეგონათ, რომ შეიძლებოდა მასში რესურსი იყო, რომ რაღაც ცვლილებები მოხდარიყო ქვეყანაში და აი დემოკრატიის მიმართულებით წინსვლა ქონოდა, მაგრამ ეხლა პირდაპირ ღიად დემონსტრირდა რუსეთის საგარეო დაზვერვა და ოცნება ერთი ტექსტებით ლაპარაკობენ და რუსულ პროპაგანდისტულ ლაბორატორიაში გამოყვანილი თეზისებით გვესაუბრება რეჟიმი და მისი პროპაგანდისტები და ახლა აღარც უარყოფენ ამას რეჟიმმა და მისმა პროპაგანდისტმა პირდაპირ განაცხადა რომ უკრაინის დამარცხება ჩვენი გამარჯვებაა და ამაზე არის ახლა გეოპოლიტიკის ღერძი გეოპოლიტიკა მომდევნო გადაცემისთვის გეოპოლიტიკის ნაწილი ვართ ჩვენ და აქედან გამომდინარე ხდება აქ არაფერი არ ხდება ზოგადად საერთოდ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიღმა ასე ვიყავით ჩვენ ისტორიულად და ასე ვართ დღესაც და ახლა ამას თუ ვერ ხედავ შენ პოლიტიკაში მაშინ შენი ადგილი პოლიტიკაში არ არის და უნდა წახვიდე და სხვას უნდა დაუთმო შენი ადგილი და ჯანსაღი გონი არის საქართველოს მომავალი თაობა ძალიან მებრძოლია გონიერიცაა შემართებაცაა პატრიოტიცაა და მაშინ თუ ვერაფერს ვერ აკეთებ ამ პარაზიტობას მაინც შეეშვიდე ეს დიდი საქმეა დღეს კი ბატონო და დაუთმე დაგმშვიდობებით ნოირაკლი მაყურებელს ანუ არავით არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ეს ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დახმარებას სრული ბოიკოტირება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირების შემდეგ გამორიცხულია რომ ივანიშვილის რეჟიმმა ლეგიტიმაციას მიაღწიოს 90-იან წლებში აი რეჟიმი რომ რაღაცა ცოტა უკან დაეხია, თქვა გადატეხილი რო იყოს, რაღაცების დათმობაზე რო იყოს წამოსული და ეს მკვეთრად ჩანდეს, ამ შემთხვევაში შეიძლება როგორც ეს გააკეთა მრგვალმა მაგიდამ, ეროვნულმა მოძრაობამ, იქ უკვე გადატეხილი იყო რეჟიმი და შესაბამისად მიიღეს, მოვიქ პარიტეტზე იყო საარჩევნო ადმინისტრაცია, ყველაფერს თავი დავანებოდა. სადა გვაქვს პარიტეტი? ანუ არაფერი არ და ჯერ არ არის ბოლომდე ყველაფერი გადაწყვეტილი, არ არის ამას გვიმტკიცებენ და ოფიციალური განცხადებები გაკეთებული. ამიტომ იქით მიდის პროცესი და მე არ ვისურვებდი კიდევ ერთხელ გეუბნებით და საზოგადოების უდიდესი ნაწილიც არის ამის
კი ბატონო, განწყობა ასეთია, მართალს ვწარით. უმრავლესობა დარჩეს ბოიკოტში და ეს ბრძოლის ხაზი გაგრძელდეს, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს აუცილებლად ჩამოშლის. და იმ ხაზით ეს ღალატის ხაზია და დავიღალეთ უკვე ამდენი ღალატით, გვინდა განვითარება და წინსვლა.